2026 წელია კინოამბები დაბრუნდა. პირველი გამოშვება, პირველი გადაცემა, პირველი სერია 2026 წელს და კიდევ ბევრი იქნება ამ წელს. ამიტომ მოდი არ შევაყოვნებ. პირველ რიგში მოგესალმებით, სალამი მეგობრებო, ეს არის კინოამბები, ეს არის არხი მეთოდი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, რომლის ვიდეოების აუცილებლად უნდა დაალაიკოთ და აუცილებლად დააკომენტაროთ. თქვენი ყველა კომენტარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ YouTube-ზე. TikTok-ზე ნაკლებად, ძალიან პატიოსნად რო გითხრათ, YouTube-ის კომენტარი ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია და უფრო მეტად ვეხმაურები ხოლმე YouTube-ის კომენტარებს, ვიდრე TikTok-ის ან თუნდაც Instagram-ის. TikTok-ის ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ ზედმეტად, ასე ვთქვათ, უცნაური კონსისტენციის ხალხი იჩითება ხოლმე და YouTube-ზე სულ 99% შემთხვევაში იჩითება ადამიანები, რომლებიც მეთანხმებიან, არ მეთანხმებიან, მაგას არასებით მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ადამიანები მიჩნდებიან, რომელმაც ჩართეს ვიდეო, უყურეს, რაღაცა მოეწონათ, რაღაც არ მოეწონათ და დაწერეს ამაზე. და მეც რაღაც დაუწერე, რომ რაღაცა მადლობა, ან რაღაცა ამაში გეთანხმები, ამაში არ გეთანხმები, მაგრამ მქონდა დისკუსია. რაღაცაზე გვისაუბრია YouTube-ზე და TikTok-ზე მაგალითად, სიტყვა დისკუსია, მე მგონი ზედმეტად რთული გასაგებია TikTok-ისთვის, ვიდრე YouTube-ისთვის. ამიტომ მიყურეთ YouTube-ზე, აუცილებლად გამოიწერეთ მეთოდი, უყურეთ კინოამბებს, უყურეთ კინოს და მოდით დროზე გადავიდეთ საქმეზე, იმიტომ რომ აქ დღეს ისეთი ამბები, დღეს კი არა და უკვე კინოინდუსტრიაში ისეთი ამბები დატრიალდა, რომლებიც მე დიდად არ განვიხილავს, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი პაუზაზე მქონდა კინოამბები, რომ უნდა განვიხილო, ერთი ისეთი ამბავია, რომელიც ამ ვიდეოში იმენა განსახილველია, ამიტომ დროზე დავიწყოთ. და სანამ დავიწყებთ, თქვენ ხო არ დაგავიწყდათ, რომ სანამ კინოამბებზე უშუალოდ გადავალთ, პირველ რიგში რჩევებს ვტოვებ კინოების, ძირითადად სერიალების ნაკლებად. ვაფშე არ დამიტოვებია ერთხელაც სერიალს, ატო ახსენე ახლა არ ვიცი. ამიტომ მოდი რამდენიმე კარგ ფილმს გირჩევთ წლევანდელს. მამა პრედატორი ჩათვლის, რომ მისი შვილი სუსტია, ამიტომ მის მეორე შვილს აიძულებს, რომ მისი ძმა მოკლას. მისი ძმა გადაიფიქრებს მის მკვლელობას და ისე იზამს, რომ ეს სუსტი შვილი გაიქცეს სხვა პლანეტაზე. და იმ პლანეტაზე დაამტკიცოს, რომ ის ღირსეული და ძლიერია და ამისთვის მან უნდა მოკლას ამ პლანეტის ყველაზე დიდი და რთულად მოსაკლავი არსება. ეს არის ფილმი Predator Badlands-ი, რომელიც მშვენიერი ფილმია, დენ ტრახტენბერგის გადაღებული, თამაშობს ადამიანებისგან ერთ-ერთი ორი სხვადასხვა ადამიანი თამაშობს მაგ ფილმში მხოლოდ და ერთ-ერთი არის ელ ფანინგი, რომელიც თამაშობს ორ პერსონაჟს და მართლაც რომ ჩამბეშტავი ფილმია რა, ვერ ვიტყვი რომ მაინც ოსკარზე გაიწევს ეგ ფილმი, არ მოხდება ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან საინტერესო ფილმია რა. პრედატორის ფრანშიზიდან სხვა ფილმებისგან რითი განსხვავდება ეს ფილმი? იმით რომ ხო გვახსოვს ყველას პრედატორი, ხო პირველი მაგალითად შვარცნეგერია პირველში და ის არის თავარი გმირი და პირიქით პრედატორი მტაცებელი თვითონ ეს არსება არის ანტაგონისტი მტერი. და მისი ხედვის წერტილი ჩვენ გვესახება მარტო იმ თერმოვიზორით და ის არის მტერი რა. მას ჩვენ ფილმის განმავლობაში ხედავთ მხოლოდ როგორც მტაცებელს. სულ გაციებული ვარ, არ შეიმჩნიოთ. და ამ ფილმში მთელი ფილმი არის მისი ხედვის წერტილი. მთელი ფილმის განმავლობაში ჩვენ ხედავთ მის შინაგან კონფლიქტს, როგორ უნდა რომ დაამტკიცოს, რომ ის ღირსეული კაცია, ღირსეული პრედატორია და როგორ უნდა მას რომ დაბრუნდეს თავის ტომში. დასაწყისი აქვს ძალიან შთამბეჭდავი, ძალიან კარგი ექშენ ფილმია, საყურებლად მშვენიერი დროის გასაყვანი ფილმი და არა მარტო დროის გასაყვანი, ისე კარგი ხარისხიანი ფილმია რა, რაც იშვიათია, მაგრამ დენ ტრახტენბერგი იშვიათად იღებს ცუდ ფილმებს რა, მის ფილმოგრაფია დიდარი არ არის, სულ 6 თუ 7 ფილმი აქვს, მაგრამ რაც აქვს, ყველაფერი ძალიან მაგარი აქვს რა. იგივე მეორე ფილმი, რომელიც მინდა გირჩიოთ, რეალურად ფილმი არ არის, არის ანიმაცია, ისევ პრედატორის ფრანშიზიდან წელს გამოსული, წელს რა 2025 წელს გამოსული. ეს არის Predator Killers of Killers, ეგრე ქვია, მკვლელების მკვლელი. ეს არის ისტორია სამ ადამიანზე, არის ანთოლოგია, სამი სხვადასხვა ისტორია. პირველი ისტორია არის ვიკინგ ქალზე, რომელსაც მამა მოუკლეს
და მან უნდა იძიოს შური და მეორე ისტორია არის ძმებს სამურაებზე, რომლებიც ერთმანეთს ექიშპებიან და მესამე ისტორია არის პილოტ ბიჭზე, რომელიც უნდა დაამტკიცოს, რომ მაგარი პილოტია რა, სამხედრო თვითმფრინავის. აი ეს სამი ისტორია მოყოლილი და სამივე ისტორიაში იჩითება პრედატორი და სამივე ისტორიაში რაღაცნაირად ერევა რა. და მეერე რა თქმა უნდა ეს სამი ისტორია როცა მოყოლილია, ანუ ლოგიკურ დასასრულამდე მიდის, ანუ უბრალოდ რიგრიგობით მოყოლილი ისტორიები და მეტი არაფერი არ არის რა, არ დაგისპოილერებთ რა თქმა უნდა როგორ ერთიანდება ეს ყველაფერი. ანუ ერთიანდება გულისხმობა სრულყოფილებაში როგორ მოდის, მაგრამ შვენიერი ფილმია, ანიმაცია, თუ მოგწონთ, მაგალითად არკეინი თუ მოგწონთ, არკეინის მსგავსი ანიმაციაა და ესთეტიკა დაახლოებით იგივეა და ძალიან მოგეწონებათ ეს ეგიც დარწმუნებული ვარ. დღეს მხოლოდ ეს ორი ფილმი მინდოდა მერჩია თქვენთვის და უბრალოდ ძალიან ისეთია რა, საკაიფოა. ორივე. და პრედატორის ფრანშიზა გაცოცხლდა რა. რჩევებიდან გადავედით ახალ ამბებზე. ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი არის ის, რომ გავრცელდა ჭორი დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სებასტიან სტენი, მსახიობი, რომელიც თამაშობდა Winter Soldiers, Marvel-ის კინოსამყაროში, უკვე ითამაშებს ბეტმენის მეორე ფილმში, მეტრიუსის ბეტმენის სიკველში და ითამაშებს დიდი ალბათობით Two-Face, ანუ Harvey Dent, District Attorney Harvey Dent, როგორც ამბობენ კომიქსში კი არა და ნუ პერსონაჟი ქვია ეგრე და პროფესია ამის და მაგიტომ მეტი სხვა მიზეზი მან და არ არის და რატო არის ეს აუდიოსტურებელი ინფორმაცია და ზოგადად კინოინდუსტრიის და ზოგადად ჟურნალისტიკა თანამედროვე ძირითადად ეგრეა მოწყობილი, რომ ნიუსი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინფორმაციის დადასტურება. ანუ უბრალოდ გავრცელდა ჭორი, იგივე ანუ სკარლეტ იოხანსონზეს ამბობენ, რომ ამ ფილმში უნდა ითამაშოს და შეიძლება ერთმაც და მეორემაც მართლა ითამაშოს ამ ფილმში, მაგრამ არც ჯეიმს განს, არც თვითონ მსახიობებს, არც DC-ს რომელიმე ოფიციალურ წარმომადგენელს არ უთქვამს არაფერი. არის მხოლოდ ანონიმური წყაროები და არის ერთი სებასტიან სტენის სტილისტმა დადო ფოტო თვითონ სებასტიან სტენის როგორც Two-Face-ის რა, ანუ კოსპლეის ან რაღაც გრაფიკულად აწყობილი ფოტო დადო რა, ეს დაპოსტა Instagram-ზე. რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით სებასტიან სტენი მართლა ითამაშებს ამ ფილმში. ან ყოველ შემთხვევაში საუბრები მიდის რა, რომ ითამაშოს ამ ფილმში. მოლაპარაკება. და მაგრამ მაინც ამდენს ანუ იწერებიან, რომ confirmed დადასტურებულია უეჭველი 100%-ით, რაც და ანუ რეალურად დადასტურებული არ არის. ანუ დადასტურებული ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეგრეა. ეს ნიშნავს დადასტურებულია და ახლა სტილისტი, ჯერ ბიჭო სტილისტმა რო თქვა, ანუ რატო არ მოიტყუებოდა, იმიტომ რომ თუ იტყუება ძალიან რისკავს. უბრალოდ სამსახურს დაკარგავს და ეგ არის რა, ანუ სანამ ოფიციალურმა პირებმა არ დაამტკიცეს, ესე იგი არ არის საჭირო ამის გაჟღერება და თუ ეგრე გასცემ ინფორმაციას, ესე იგი გაგაგდებენ მაგ სამსახურიდან, ხო? ანუ არ ხარ სანდოტიპი და ესე იგი დიდი ალბათობით სიმართლეა, ანუ ტყულა არ გააკეთებდა მაგას, მაგრამ რომ გააკეთა უკვე იდიოტია რა. მაგრამ ანუ მე როგორც ხვდები, ეგ არის მთავარი წყარო, იმიტომ რომ სხვა წყარო, გარდა ანონიმური წყაროებისა, მე ვერსად ვერ ვიპოვე ვერც ერთ ჟურნალში რა, მხოლოდ ეს რომ სტილისტმა დადო ფოტო და всё, მეტი არაფერი. და всё, სებასტიან სტენი თამაშობს ბეტმენ 2-ში. რაც თავის მხრივ, ანუ საინტერესოა სებასტიან სტენი მშვენიერი მსახიობია და არა მხოლოდ კინო კომიქსებში, არამედ სხვა ფილმებშიც, სხვა ჟანრის და სხვა მიმდინარეობის ფილმებშიც დაამტკიცა საკუთარი თავი როგორც კარგი მსახიობად და რეალურად Two-Face-ის როლში ძალიან საინტერესო იქნება და მე როგორც ხვდები, ბეტმენი 2-ში თუ Two-Face იქნება და ასევე ისიც თქვეს, რომ თუ არ მეშლება მეტრიუსმა თქვა, რომ ან ჯეიმს განმა, რომ ბეტმენ 2-ში იქნება ისეთი პერსონაჟი, რომელიც აქამდე ბეტმენის ისეთი ანტაგონისტი, რომელიც აქამდე კინოეკრანებზე არ ყოფილა და Harvey Dent იყო და კიდევ ბევრი სხვა ანტაგონისტი იყო და მაგრამ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ასევე სკარლეტ იოხანსონი იქნება ამ ფილმშიო, ასე ამბობენ და იქნება გილდა დენტის როლში, ანუ Harvey Dent-ის ცოლის როლში და სხვა შორის საინტერესო ფაქტი Two-Face-ზე ამ პერსონაჟზე. მას თავიდან არ ერქვა Harvey Dent-ი. მას თავიდან ერქვა Harvey Kent-ი.
რომ წაიკითხოთ დეტექტივ კომიქსი, სადაც ის პირველად გამოჩნდა სადღაც 65 თუ 66-ე ნომერში, იქ წერია ჰარვი კენტი, მაგრამ რადგან სუპერმენი გვყავს და მის ალტერ ეგოს ქვია ჰარვი კი არა და კლარკ კენტი, ამიტომ გადაარქვეს ამას და დაარქვეს ჰარვი დენტი, რომ არეულიყო რა, იმიტომ რომ პროსტა გვარით რომ მიმართავ ტიპს, ცოტა შეიძლება გაუგებარი ყოფილიყო კითხველისთვის, ან ყოველ შემთხვევაში ჯობია რომ განსხვავებულ პერსონაჟებს სრულიად განსხვავებული სახელები ჰქონდეთ. ეს არის და ეს. და ასევე ჯეიმს განმა რობერტ პატისონი დატოვა ბეტმენად. როგორც ხვდებით, დიდი ალბათობით ეგრე იქნება რა, არ შეცვლის, რაც მანამ ეს 100%-იანი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ეგრეა რა, აღარ გარისკავს და რახან პირველ ნაწილში იყო რობერტ პატისონი, მეორეშიც არ დატოვეს, მაგრამ ჯეიმს განის ხედვაში მანდამაინც პატისონის ტიპაჟი ჩემი აზრით არ ჯდება, იმიტომ რომ ზედმეტად მელანქოლიური პერსონაჟია და ზედმეტად ჩემგან აი პატისონის თუნდაც ცოტა მხიარული, ცოტა არამელანქოლიურად, არამედ აი დარბაისლურად სერიოზული პატისონი ჩემს გონებაში შიზოფრენიის ვაიბს უფრო ტოვებს, ვიდრე უბრალოდ კაცური სერიოზულობის ვაიბს რა. აი პატისონს ეგ აკლია ცოტა ისეთი რა, დაღვინება აკლია რა, მაგრად მის ტიპაჟს და ახლა რა ბეტმენსაც თამაშობს, ცოტა ახალგაზრდა, ახალი დაწყებული რო აქვს, ბეტმენობა, მელანქოლიური როა ძალიან, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზე როა, უბრალოდ აქვს რამდენიმე აშლილობა, მაგრამ არ არის იმდენად სარისკო, რომ მის რაღაც საღაზრს ხელი შეუშალოს, მაგრამ ისე თამაშობს ამ პერსონაჟს, რომ თითქოს ცოტაც და დასაწვენი იქნება არქემში რა, არქემის საგიჟეთში. ეგეთ პერსონაჟს თამაშობს, რაც მანდამაინც ჯეიმს განისთვის დამახასიათებელი არა, ჯეიმს განის ხედვისთვის რა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ შეიძლება შეცვალოს, მაგრამ რახან მაისში იწყება გადაღებები და ამდენი ხანი არ უთქვამთ არაფერი. და მაისამდე რამდენი დარჩა ესე იგი თებერვალი, მარტი, აპრილი 3 თვე შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, რა პრინციპში იანვარიც 4 თვე. ამ 4 თვეში შეიძლება, კასტი საერთოდ არ იყოს ესეთი, როგორცაც ამბობენ. იქნება ბარი კეგანი ჯოკერად, რობერტ პატისონი ბეტმენად, როგორც ამბობენ სებასტიან სტენი თუ-ფეისად და სკარლეტ იოჰანსონი გილდა დენტად. ძალიან უცნაური, სკარლეტ იოჰანსონი ძალიან ამოვარდნილია ამ სიტუაციიდან და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაზე ცნობილი ისტორია ჰარვი დენტით და ბეტმენით ერთად არის მაინც კომიქსი The Long Halloween, რომელიც არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ძალიან დეტექტიური კომიქსია და ვისაც გაინტერესებთ ანიმაციაც არის 2019-2020-ში გადაღებული 2 სერიანი ანიმაცია, ძალიან საინტერესო. ეს არის ასეთი დეტექტიური მოთხრობა, სადაც მატეო ფალკონეს სასტავია, მაფიოზები, იქაური გოთემის მაფიოზები და ბეტმენმა უნდა გამოიძიოს ამათი რაღაც მაქინაციები და არის მთავარი მტერი სახელად ჰოლიდეი, რომლის ვინაობაც არ იციან, მაგრამ ჰოლიდეი შეარქვეს იმიტომ, რომ მხოლოდ დღესასწაულებზე ჩადის კრიმინალს და კლავს ადამიანებს და ბეტმენი პირველად ასკდება ისეთ მომენტს, როცა ის არ არის გმირი პირველ რიგში, გულისხმობ ტიპი, რომელიც თავარი მიზანი არის დაამარცხოს მტერი, არამედ არის ტიპი, რომელმაც პირველ რიგში უნდა იპოვოს ეს მტერი. ეს არის Batman Year 1-ის, ბეტმენის პირველი ნაწილის, სადაც ახალი დაწყებული აქვს ბეტმენობა, იმის გაგრძელებად ითვლება რა, ლოგიკურ გაგრძელებად და საინტერესოა ის, რომ ბეტმენის პირველი მეტრიუსის ფილმი დაფუძნებულია Batman Year 1-ზე, კომიქსზე, ფრენკ მილერის კომიქსზე და Batman Long Halloween-ი ხო ამის გაგრძელებაა და ამიტომ და რახან ფილმშიც Two-Face-ზე საუბრობენ, ამიტომ დიდი ალბათობით ინსპირაციას აქედან ამ კომიქსიდან აიღებს მეტრიუსი სიკველის გასაკეთებლად. რომ გირჩევთ ამ კომიქსს ასაკითხად, ვინც კომიქსებს კითხულობთ, ვისაც კომიქსების კითხვა არ გიყვართ,
არის ძალიან კარგი ანიმაცია, როგორც უკვე ვთქვი და პრინციპში DC Marvel-ს ანიმაციებში ბევრად ჯობია, იმიტომ რომ იმ პერიოდში როცა Marvel-ი კინოსამყაროს ხედავდა, ესენი ანიმაციურ სამყაროს ხედავდნენ რა და ძალიან ბევრი კარგი ანიმაციები აქვთ. DC-ს და ერთ-ერთი მათ შორის ერთ-ერთი გვიანდელი ანიმაცია არის The Long Halloween, ძალიან მაგარი, როგორც უკვე ვთქვი, სადაც Harvey Dent-ი თავიდან თანამშრომლობს Batman-თან რა. Harvey Dent-ი ღიად უპირისპირდება, ასე ვთქვათ, ნათელში უპირისპირდება როგორც ადვოკატი და Batman-ი ბნელში უპირისპირდება მტერს როგორც ვიჯილანტი ტიპი, რომელსაც შეუულია რორამე, მაგრა დაგასახიჩროს და ცუფეხებზე კიდია სასამართლო ისა რა ქვია პროცესი და ასე შემდეგ. ესენი თანამშრომლობენ და მე რაღაც მომენტში Two-Face დაემართება ის რის გამოც გახდება მე Harvey Dent დაემართება ის რის გამოც გახდება Two-Face და ნუ მე აღარ მოგიყვებით ახლა რა მოხდება. აღარ დაგისპოილერებთ, ახლა თუ აპირებთ, წაიკითხეთ თუ არა და ფილმს დაელოდეთ, დიდი ალბათობით მაგ სიუჟეტის გამეორება იქნება. მოვრჩეთ ამიტომ Batman-ზე და გადავიდეთ ყველაზე საინტერესო თემაზე დღეს, რაც არის Warner Brothers-ის ბედი. ვინ იყიდის Warner Brothers საბოლოოდ. კინოინდუსტრიაში ახლა ძალიან დიდი ძვრები მიმდინარეობს. ძალიან დიდი ძვრები, აი წარმოუდგენლად დიდი ძვრები. დაახლოებით ისეთი როგორც 2000-იანებში მოხდა, როცა Disney მიყიდა Pixar-ი, ეს იყო 2006 წელს თუ არ მეშლება. ეხა ყველა ამბობს, რომ დადასტურებულია, რეალურად არ არის ბოლომდე დადასტურებული, გულისხმობ Netflix-მა იყიდა უკვე Warner Brothers-იო 83 მილიარდად, რეალურად ჯერ არ უყიდია, ანუ დიდი ალბათობით იყიდის. დიდი ალბათობით ეს შედგება საბოლოოდ, უბრალოდ Netflix-ი ლიდირებს, ანუ პირველ ადგილზეა ეხა ამ დაპირისპირებაში და თავიდან პირველ ადგილზე იყო Netflix-ამდე Paramount-ი. Paramount-ს უნდა და Warner Brothers-ის ყიდვა და Warner Brothers-ი იმიტომ იყიდება, რომ მანდა მაინც ვერ არის, ანუ ჩისტა ფინანსური ისა თემაა რა. უბრალოდ Warner Brothers-ი ვერ აკეთებს საკუთარ საქმეს ისე, რომ საკმარის ფული ქონდეს, ამიტომ უწევთ გაყიდვა. ფინანსურ ტერმინოლოგიაში მე ძლიერი ვერ ვარ, ამიტომ შეიძლება რაღაც დებილობა ვთქვა და არც შევალ ამ ფინანსურ ტევრში, მე მხოლოდ კინოს ამბავში ვილაპარაკებ და მხოლოდ აი რას ნიშნავს ეს კინოს ხრივ და ერთი სპეკულაცია მინდა შემოგთავაზოთ. ასეთ თეორიას გადავაწყდი, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი, რეალურად რაღაც მოჩმახული რაღაც ისა თეორიაა და მინდა უბრალოდ რომ ვთქვა. თავის დროზე ტრამპმა უჩივლა CBS, კი არა და ტრამპმა უჩივლა ერთ-ერთ გადაცემას კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო. მერე ესე იგი ეს გადაცემა არის Paramount-ის ფლობელობაში და Paramount-მა შესთავაზა ფული ტრამპს რომ აღარ მიჩილო რამდენიმე მილიარდზეა საუბარი თუ მილიონზე თუ რა ვიცი მე. რაღაცას და ფულთან ერთად დიდი ალბათობით იგიც მოხდა რომ Paramount-ი გახდა ტრამპის მომხრე, ანუ უფრო კონსერვატიული გახდა და CBS-ის ერთ-ერთი არხის გენერალური დირექტორად დასვეს კონსერვატიული შეხედულებების ადამიანი და Warner Brothers-ის ყიდვა Paramount-ს მოუნდა, იმიტომ რომ Warner Brothers ეკუთვნის CNN-ი და CNN-ი არის ერთ-ერთი მთავარი დემოკრატიული არხი და ამიტომ მოუნდა თავისი კონკურენტის, იდეოლოგიური კონკურენტის გადაყლაპვა, ასე ვთქვათ. და ამიტომ მოუნდა ყიდვა და Netflix-ი იმიტომ ჩაერთო ამ თემაში, რომ Netflix ხო ძალიან ეს დემოკრატიული, პროგრესული, woke შეხედულების მედია პლატფორმაა და ამიტომ Paramount-ს არ ვაყიდინოთ, ამ გადავარჩინოთ და ამიტომ შეიძინეს ამიტომ უნდათ რომ შეიძინონ Warner Brothers-ი, რაც ეს არის აი აბსოლუტურად ისეთი ჰაერი, თლად ბოლომდე ჰაერიდან მოტანილი არგუმენტები არ არის, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაცია თავიდან ბოლომდე რა. გულისხმობ იმას, რომ აი Paramount-ს ამიტომ უნდა შეძენა, რომ CNN-ი დაიპყროს და რაღაც კონსერვატები, დემოკრატები და ეს თემა ნაკლებად სავარაუდო, უბრალოდ ეგრეა მოწყობილი თანამედროვე ბიზნესი, მე როგორც ხვდები, რომ ერთმანეთს ჭამენ რა
და პატარები, როცა ვერ აკეთებენ ფულს, ვერ მიშედიან კონკურენციაში, პატარებში ახლა Warner Brothers არის პატარა, მაგრამ როგორც ხედავთ Netflix-თან შედარებით პატარაა რა, იმხელა revenue, ასე ვთქვათ, არ აქვს რა, იმხელა მუშიპო, ალბათ მუშიპო შეგიძლია თქვა, მგონი კერძო ბიზნესებზე მხოლოდ ქვეყნებზე არ არის გავრცელებული ხო მთლიანი შიდა პროდუქტი თუ არ მეშლება. შეიძლება ახლა ძალიან დებილობას ვამბობ, მაგრამ არა უშავს, ჩემგან არ გაუკვირდება არავის. ხო, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, ხო, მაყურებლებისთვის? გეტყვით ახლავე მოგახსენებთ. ტაიმერი უნდა დავაყენო. კინოსთვის ეს ნიშნავს შემდეგ რამეს Netflix-ი თუ იყიდის ბოლომდე Warner Brothers. ეს კინოსთვის ალბათ არ ნიშნავს არაფერს. ანუ უეჭველი რა, რატო იცი? ანუ გულისხმობ იმას, რომ აი თავარი პრეტენზია ახლა რა არის? თავარი პრეტენზია ის არის, რომ Netflix-ის პოლიტიკა, ის რომ ყველაფერი woke-ია და თეთრი პერსონაჟები შავები არიან, ნატურალები, გეები ხდებიან, რაღაც ტრანსები, შმანსები, Orange is the New Black და ეგეთი Stranger Things-ის ბოლო სეზონში თურმე თავარი კონფლიქტი ისაა, რომ ის Noah Schnapp-ის პერსონაჟი თურმე გეია და ვაიმე და ეს ყველაფერი მოედება მე სხვა ნორმალურ ფილმებს და ამით გააფუჭებენ თანამედროვე კინოს, რომელსაც ისეთ დედა აქვს ნატირები, რაც ძალიან ლეგიტიმური შფოთია რეალურად, მაგრამ ანუ Netflix-ის პროდაქშენი არის Netflix-ის პროდაქშენი და ის თუ შეიძინეს Warner Brothers, ხო, ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ იმათ პროდაქშენში აუცილებლად ჩაერევიან. რეალურად რო შეხედოთ ახლა Disney-მ რო იყიდა Pixar-ი რავი, იმის მერე გამოვიდა Wall-ი, იმის მერე გამოვიდა Up, მულტფილმი ბაბუაზე და ბიჭზე, სახლი რო ზემოთ ადის. იმის მერე ბევრი კარგი მულტფილმი გამოვიდა Pixar-ის რა, ის მექსიკური, სროა Soul-ი, ძალიან მაგარი. ანუ აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში ჩაერევიან და გააფუჭებენ რა. რავი, Disney-ის არის Marvel-ი. მაგრამ Marvel-ი თუ გაფუჭდა, იმიტომ არ გაფუჭდა, რომ მანდ ამას Disney-ისა. Marvel-ის კომიქსები უმეტესწილად მაგიტომაც გაფუჭდა რა, აი ბევრი კომიქსი ძალიან რამდენიმე მიმართულებაში რო შევხედოთ, ძალიან ბევრია ეტყობა woke იდეოლოგია, ძალიან ბევრი Marvel-ის კომიქსი, DC-ს ეგრე კარგად არ ვიცნობ. რავი, ახლა Star Wars ვერ დააბრალებ, რომ იმიტომ გაფუჭდა, რომ Disney-ის ხელში გადავიდა რა, უბრალოდ ახლა ვიღაცებს მოწონს ახალი Star Wars-ი, ვიღაცებს არ მოწონს, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თუ ეგრე დიდი კომპანია იყიდის, დიდი სტრიმინგ სერვისი შეიძენს დიდ სტუდიას, ისტორიულ სტუდიას, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ მათ პროდაქშენში ჩაერევიან რა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმათი, ანუ ამათ თავისთავიანში პროდაქშენი შეიძლება ქონდეთ, თვითონ გადაიღონ ფილმები, სტრიმინგი, ყველაფერი და Warner Brothers რასაც გადაიღებს, რომელიც მათთვის ეს არის რაღაც ექსკლუზიურად კინოთეატრებისთვის განკუთვნილი, აღარ იქნება ეგრე და ნოლანი თუა გასწორებულში იმით, რომ ფილმებს იღებს და ექსკლუზიურად როცა უნდა მაშინ შეცვლის თარიღებს ამ ფილმის, ანუ სხვა ფილმებს თარიღებს შეუცვლის, იმიტომ რომ მისი ფილმის პრემიერას ხელი არ შეუშალოს, როგორც უნდა ისე აკეთებს ყველაფერს და ექსკლუზიურად თეატრებში, კინოთეატრებში შევა ძალიან დიდი ხანი ნოლანის ფილმები და დიდი ხანი არ იჩნდება სტრიმინგ სერვისებზე. ამას ვეღარ გააკეთებენ დიდი ალბათობით და პირდაპირ სტრიმინგზე გაიჩნდება, რაც აი კარგია. ჩემთვის როგორც მომხმარებლისთვის, რომელსაც უყვარს კინო, რომელსაც არ უნდა 40 ლარის გადაყრა კინოთეატრში რომ მივიდეს, ბილეთი იყიდოს 20 ლარად, რომელიც აღარ ვარ სტუდენტი, ამიტომ 10 ლარად ვეღარ ვყიდულობ ბილეთებს და 20 ლარად მიწევს ან 18 ან 17 ლარად ყიდვა და იქ მე ყოლა რომ მომინდეს ამირანის კინოთეატრში რომ მივდივარ, ბილეთი თუ მაქვს ნაყიდი, კერძო ბილეთი სხვანაირად ვერ ვუყურებ კინოს, ბილეთი რომ მაქვს ნაყიდი, გვერდით გავდივარ მაღაზიაში და იქ ვყიდულობ კოკა-კოლას, აბა იქ სამჯერ ძვირად რატომ უნდა ვიყიდო ისედაც ძვირი კოკა-კოლა, ხო, ანუ აბსურდია. ამიტომ ნუ არ მინდა ერთ ფილმიზე 2 საათიანი სეანსის გამო ამდენი ფულის გადაყრა. მირჩევნია სახლში ვუყურო გემრიელად, ჩემთვის მეგობრებთან ერთად, ამას წინათ მესამე სპაიდერმენს უყურეს მაგაცებთან ერთად, მაგაზე კაი ექსპერიენსი, სუფთა კინოს ექსპერიენსი ძალიან ცოტაა რა. მე ზოგადად არ ვარ კინოთეატრების მოყვარული, ახლა ლინჩომანები და ძალიან ისეთი სინეფილი სასტავი დამაჯვამს, იმიტომ რომ რას ქვია კინოთეატრი, ეს კოლექტიური გამოცდილება, ეს არის კინოს მაგია, ეს არის რიტუალი, რაღაც ეგეთ იდიოტობას იტყვიან, მაგრამ რავი ახლა სახლში რო ხარ
შენით რო საჭმელს გააკეთებ, კოლას მოიტან, ჩიფსებს მოიტან, სამეგობროს რო დაუძახებთ, გემრიელად რო ზიხართ დივანზე, როგორც გინდათ ისე დადებ ტელევიზორს, როგორც გინდა ისე მოაწყობ დივნებს და სკამებს, მაგი და რაღაც აი უყურებთ, მე აპაუზებთ, მე რაღაც ღადაობთ, მე ისე ვაგზელებთ ყურებას და ანუ ეს გამოცდილება ჩემთვის ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე კინოთეატრში წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის მომენტები, როცა კონკრეტული ფილმები აი კინოთეატრში უფრო ასწორებს. ახლა Spider-Man-ი მესამე No Way Home-ს გულისხმობ. ის იყო წინაზე რო თქვი Sam Raimi-ის მესამე Spider-Man, Tobey Maguire რო თამაშობს. და ეს ახლა მაგალითად Spider-Man No Way Home, სადაც ასევე თამაშობს Tobey Maguire. ის სუფთა კინო იყო რა, აი კინოში უნდა წასულიყავ, იმიტომ რომ ფანებთან, ასფანთან ერთად რო უყურებ და ვაუ, ეფექტი რო გაქვთ ყველას ერთად, ეგ სხვა თემაა. ეგ სხვა დონის სიამოვნება. მაგრამ უბრალოდ ახლა სინერსის გამო კინოში აუცილებლად რატომ უნდა წავიდე, რომ აი ისედაც დიდ ეკრანზე რომ მიდიხარ და ეს სინერსი რომ ხან ასეთი ისა რა ქვია ფორმატი აქვს, ხან ასეთი ფორმატი აქვს, ხან ასეთი ფორმატი აქვს და ისა დიდ ეკრანზე უყურებ და კიდე გიცვლის ამ ფორმატებს მარტო იმიტომ რასაც ოპენჰაიმერის მაგას აკეთებს, ანუ მარტო იმიტომ რომ გაჩვენოს რომ მაგარი როჟაა და ფორმატებში ერკვევა და კინოს სხვადასხვა aspect ratio აქვს და შეუულია ეს რაღაცა რეალურად ძალიან გოიმი ხედვა მოკიდოს როგორც ძალიან pure cinema-ად. და რა თქმა უნდა მომხმარებლები ამას ჭამენ. ჩემი აზრით ეს აბსურდია პროსტა თანამედროვე კინოში. სადაც მიაღწია კინემატოგრაფმა იმას, რომ არ არის საჭირო ვიწრო ფორმატირების, ვიწრო რეზოლუციის გაკეთება და შეგიძლია ძალიან ფართო რეზოლუცია გააკეთო, რის გამოც ასწორებს კინოში სიარული, ანუ ერთადერთი პლუსი, მთავარი პლუსი რაც არის კინოთეატრს არის ეგ, რომ აი ძალიან დიდ ეკრანზე ძალიან ფართოდ შეგიძლია უყურო, IMAX-ში მაგალითად და ეგ ძალიან მაგარია. და შენ თანამედროვე რეჟისორი, ფულიანი, რობერტ ეგერსი ან ლინ რემსი ან რაიან კუგლერი კიდე ავიწროვ, პირიქით ავიწროვებ ამას, რომ თავი წარმოაჩინო როგორც აი ძალიან ხედვა და საავტორო სტილი და ეს ყველაფერი რომ აი მე ეს ასე ვუყურებ ამ სამყაროს და ამიტომ ეს ანუ იდი ნახვი რა. ანუ მართლა პირიქით უნდა ისქნა რა ქვია უფრო სერიოზული ექსპერიენსი მომცა, იმიტომ რომ კინოთეატრში ვიხდი ფულს მე მაგ შტერობაში. მართლა შტერობაში ოღონდ ანუ სამივე ახლა სინერსი ნუ კაი მშვენიერი ფილმი არ არის შტერო, მაგრამ ნოსფერატუ ან რავი აგერ მაგალითად რა ერქვა იმას მატარებელი სიზმრები მატარებელში თუ რაღაც მატარებლების სიზმრები ეგრე ქვია ფილმს მაგიც ეგრე ვიწრო და გადაღებული ან Die My Love მაგალითად ლინ რემსის სადაც რობერტ პატინსონი და ჯენიფერ ლოურენსი თამაშობენ მაგიც ეგრე ვიწრო და გადაღებული ვერ ხვდები რა მხატვრული ღირებულება აქვს ეკრანის შევიწროებას ანუ მე რო ვიცი ახლა კინოს ისტორია ისიც ვიცი რომ ადრე ეკრანი ვიწრო იყო ეგეთი კამერის შესაძლებლობების მაქსიმუმი იყო ეგ და მაგიტო მერე უკვე გაზარდეს და უფრო ასწორებს ანუ აღარავინ აღარ იღებდა ეგრე ვიწროდ მაგრამ ნუ ახლა რაღაც მოდაა და ვიღაცებს მართლა გონიათ რომ ეგ რაღაც მხატვრული ღირებულების მატარებელია რეზოლუციის შეცვლა ეგრე ვიწროდ ანუ ასე როა კიდე ასწორებს მაგრამ თვალები რომ ასე ცოტა შევიწროვდება ეკრანი ეგ ასწორებს რაღაც საკაიფო ვინტაჟურ სტილს აძლევს რა მაგრამ პირიქით აქეთ მხარ ანუ გვერდები რო შევიწროებულია რავი big no ბანძობა არქნათ გთხოვთ აფუჭებთ ამით კარგ ექსპერიენს სინერსი თავიდან ბოლომდე რომ ფართო რეზოლუციით ყოფილიყო ბევრად გაასწორებდა ვიდრე ისე რაც არის რომელიც ნუ მე სინერსი ბოლომდე არ ვერ ვიტყვი რაღაც გაუგიჟდი მაგრამ ნუ თავარი რამაც შემაწუხა იყო ეგ რეზოლუციის ცვლილება რომელიც ნუ არ ჭირდებოდა არაფერში არ ჭირდებოდა რა ახლა რა თქმა უნდა მოყვარული ფანი მეტყვის რომ აი ეს იმიტომ კეთდება რომ აი ეს ამას ნიშნავს მაგრამ სრულყოფილების გზნობა არ მაქვს მე ფილმის ყურების დროს იმიტომ რომ აი სხვადასხვა ქსოვილებს უყურებ ფილმისას რა და აი ერთმანეთს უბრალოდ არ უხდება არ შეიძლება ეგრე თამაში მაგით კონკრეტულად მაგ ინსტრუმენტით რა არასწორებს მე არ მისწორდება ყოველ შემთხვევაში და ეს რას მოვაყოლე ახლა ეს იმას მოვაყოლე რომ კინოთეატრებში ეგეთი რაღაცები კინოთეატრებში რომ Warner Brothers-ი გამოუშვებს ფილმს და დიდი ხანი კინოთეატრში რჩება Netflix-ის ხელში ეგრე არ მოხდება რაც არ არის მანდამაინც ცუდი ჩემთვის იმიტომ რომ უფრო მისწორდება სახლში იყურება მე მაინც პირადულად უყურებ ყველაფერს ახლა მაგრამ ნუ ვინც არ უყურებს ნახეთ რამდენი პლუსია
კინოთეატრში ყოფილი ზახარჯო არ მოგიწევს, იმიტომ რომ თვეში ერთხელ იხდი რამდენს $20 თუ რაღაცას Netflix-ის პაკეტისთვის, ხო ეგეთი ფასები აქვს. და ამიტომ ეგრევე უყურებ ბევრ ექსკლუზივს, რაღაც ერთი თველოდინი არ მოგიწევს და უყურებ პირდაპირ სახლში Netflix-ის გამოწერით და დახარჯავ ბევრად ნაკლებს. ეს ერთი. მეორე კინომოყვარულებისთვის ერთ-ერთი მთავარი გასაჭირი არის ის, რომ აი რაც არ უნდა არაპირატულად უყურო ყველაფერს, ძალიან ბევრი დახარჯვა გიწევს მაინც, იმიტომ რომ HBO გამოიწერე, Netflix-ი გამოიწერე, იქ Hulu გამოიწერე, იქ რაღაცა თუ ანიმეების მოყვარული ხარ, Chronicle გამოიწერე, თუ რაღაც ეგეთ სახელი აქვს. და მე კიდე Amazon Prime-ი გამოიწერე, ანუ ამ Netflix-ი თქვენზე ზრუნავს და ამით რაღაც მოგიკლოთ ერთი გამოწერა და HBO, როგორც იცით, არის Warner Brothers-ის საკუთრება და შესაბამისად Netflix-ი თუ იყიდის Warner Brothers, HBO-ც მაგათია. რაც იმას ნიშნავს, რომ ალბათ კონკურენცია აღარ იქნება, იმიტომ რომ ხო ვიცი, Netflix-ი ცალკე როჟაა, HBO ცალკე როჟაა და HBO უფრო დასტოინ და უფრო მაგარ სერიალებს აკეთებს ვიდრე Netflix-ი, Netflix-ი უფრო კინემატოგრაფიულ და ასეთ ოპერატორულად გამართულ და ცოტა ისეთ სხვანაირი სტილის სერიალებს აკეთებს. HBO უფრო დრამატულად გამართულ სერიალებს აკეთებს და რეალურად HBO ბევრად დიდი ისტორიის მქონეა და ბევრად მეტი კლასიკა აქვს HBO-ს. True Detective და Game of Thrones-ი, Breaking Bad-ი, Soprano, ანუ მორჩა საუბარი. Netflix-თან ქიშპის, მაგრამ Netflix-ი უფრო ახალი ტიპია და უფრო ისეთი რა Stranger Things-ი აქვს და დოკუმენტური სერიალები, კი არა და დოკუმენტური არ მხატვრული სერიალები სერიალ მკვლელებზე, იქ Mindhunters-ი და ასე შემდეგ, ანუ რაღაცები მაინც აქვს რა, ამორს ისეთი რომ საპირწონედ იყოს ერთმანეთის რა. და ეხლა იმის ფლობელობაში რო იქნება ეგ დაპირისპირება აღარ იარსებს, მაგრამ სამაგიეროდ ორივე პლატფორმა გექნება ერთად რა. ალბათ ეგრე იქნება. ლოგიკურად ეგრე უნდა დასრულდეს ეგ ყველაფერი. ხო, ანუ თუ Netflix-ისა HBO-თვის ცალკე გადახდა და Netflix-ისთვის ცალკე გადახდა, ცოტა აბსურდი იქნება რა. ალბათ. შეიძლება სრული იდიოტობა ვთქვი ახლა, ან როგორც მინიმუმ თუ სრული იდიოტობა არ ვთქვი, მაშინ ანუ Netflix-ი გააძვირებს უბრალოდ თავის პაკეტს ცოტათი. და ეს იქნება და ეს და გექნება თან HBO. რაც მშვენიერი deal არის და იმ აზრს მე ვერ მივიღებ, რომ Netflix-ი მანდამაინც ჩაერევა პოლიტიკურად ამათ production-ში რა, არ მგონია რომ ეგრე მოხდეს მართლა. თან რო გავითვალისწინოთ თანამედროვე ტენდენციები, ხალხს უკვე ღიად არ ევასება, აი მენ ადრე თუ არ ევასებოდა, მაგრამ მაინც უყურებდნენ, ახლა აი მენა ბევრ რამეს აფუჭებს ეს პოლიტიკა რა. რაღაც როცა თეთრკანიანი პერსონაჟები შავები არიან, ეგეთი ფილმები, ან თუნდაც სხვა რასის წარმომადგენლები არიან, როგორც მაგალითად PIP-ში მოხდა. ეგეთი ფილმები გარდა იმისა, რომ ანუ შეიძლება ცუდი ფილმი იყოს და ხალხო მაინც უყუროს, მაგრამ PIP-ის შემთხვევაში ეგ მაგცრილების გამო გარდა იმისა, რომ ხალხმა არ უყურა, გარდა იმისა, რომ ცუდ ნამუშევრად მიიჩნია, ამავდროულად არც უყურა და ცუდი box office-ი ქონდა და ანუ ამ ეს ყველაფერი გავლენას ახდენს მერე ბიზნესზე და შესაბამისად პოლიტიკაც იცვლება რა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში კინოინდუსტრია არის ბიზნესი და გაყიდვებზე ორიენტირებული და მაგია მთავარი საბოლოო მიზანი რა. და შესაბამისად პოლიტიკაც როგორც წესი ეგეთი პლატფორმების და სტუდიების მაგიტო იცვლება რა. მე ცოტა მიმუშავია მაგალითად ჰოლივუდზე ნაციზმის დროს. და ანუ თავარი ორიენტირი სულ მაგათთვის იყო დიდი სტუდიების, დიდი პროდიუსერებისთვის იყო გაყიდვები რა. სანამ გერმანია აძლევდა მაგას გაყიდვებს, მანამდე თანამშრომლობდნენ მაგათთან, საკმაოდ ისეთ ჭიდროდ. ჰიტლერს თავის წარმომადგენელი ყავდა ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში, მონტაჟში ერეოდა, ყველაფერს შვენივრად არ რედაქტირებდა, როგორც უსწორდებოდა ისე და მერე რომ იასნი იყო უკვე რომ გერმანია აღარ არის კარგი ადგილი ფილმების გასაყიდად, გამოვიდნენ იქიდან და დაუპირისპირდნენ და დაიწყეს ანტინაცისტური ფილმების გადაღება, ანუ და ეხაც დაახლოებით ეგრე იქნება, როდესაც მიხვდება, უკვე დაიწყეს მიხვდება ტედ სარანოსი, Netflix-ის გენერალური დირექტორი, როცა მიხვდება, რომ ეს პოლიტიკა არ არის მომგებიანი და Orange is the New Black არ არის სერიოზული სერიალი და რაღაც ეგეთი დამოკიდებულებები და ეგეთი ცვლილებები პირიქით ნაკლებ ფულს მოგიტანს.
შესაბამისად შეიცვლება პოლიტიკაც რა. და უკვე მაგ ტენდენციისკენ მიდის, იმიტომ რომ მაგალითად Sydney Sweeney-ის кейსი რო გავიხსენოთ, ხო? ჯინსების თემა. მაგ ჯინსების გაყიდვა პირიქით გაიზარდა. მაგ ჭყალებში სკანდალის შემდეგ. და რავი, ეგრე პესიმისტურად არ ვუყურებ კონკრეტულად მაგ თემას რა, მაგ პოლიტიკას რა, ანუ ბანძობა პოლიტიკა იასნა და ბევრ რამეს აფუჭებს. ოღონდ არა იმიტომ რომ რაღაც ორიგინალური ნაწარმოებები ფუჭდება, იმიტომ რომ რემეიქებს რო აკეთებენ რაღაცებს ცვლიან, ანუ მე მაგ განწყობის მომხრე არასდროს არ ვიყავი, იმიტომ რომ ანუ ორიგინალური ნაწარმოებები არის ორიგინალური ნაწარმოებები, იმას ვერ გააფუჭებ. ვეფხისტყაოსანი რო გადაიღო ეხლა და ტარიელი და ავთანდილი შავკანიანებად გამოიყვანო, რა ვიცი, გეება და რაც უნდა გამოიყვანო, ანუ ვეფხისტყაოსანს თვითონ არაფერი არ დაემართება და მე 10-20 წლის მერე ეს პოლიტიკა შეიცვლება, დალაგდება ყველაფერი, თავიდან გადაიღებენ ვეფხისტყაოსანის რემეიქს და გადაიღებენ კარგად და ის შტერობა არავის არ ემახსოვრება, ის ბანძი რემეიქი რა, ანუ ეგრეა მოწყობილი ყველაფერი და ამიტომ ეგრე რაღაც პანიკურად არ ვიყავი არასდროს ამ რემეიქების და გამანძებების მიმართ, თუნდაც მაგალითად რო გავიხსენოთ შესანიშნავი 7-ეული 60-იანი წლების შედევრი აბსოლუტური და მე რემეიქი რომელიც მოიმობაა რა, შტერობა და ბევრ ადამიანს რომელსაც უყვარს ის ფილმი Sturgess-ის ის შედევრი, რომელიც ყოველთვის ასევე რემეიქია, ბევრს ძალიან არ მოეწონა ეს თანამედროვე რემეიქი, სადაც ძალიან ისე პოლიტკორექტული ფილმია რა. მაგრამ ანუ იმას უყურე და ანუ ხელახლა უყურე იმას უბრალოდ ეს თუ არ მოგეწონა და ეს ახლა ასე იმიტომ გადაიღეს რომ ეგეთი პოლიტიკა დღეს და ეგრე ემორჩილება როგორც ყოველთვის სულ ემორჩილებოდა კინო თანამედროვე პოლიტიკას და всё, ანუ ეგრე ეს არის და ეს მეტი არაფერი მასობრივ კინოზე მაქვს საუბარი. და კინოზე რომელიც კომერციულ მოგებაზეა ორიენტირებული. დიდი კინო სულ ეგრეა. და ეს პოლიტიკა მე შეიცვლება და ალაგდება ყველაფერი და ან თავის აბსურდამდე, აი აპოთეოზამდე მივა, ხალხი მიხვდება რომ იდიოტიზმია, ეხლა ეგ ხდება, მე ისე ყველაფერი დაუბრუნდება ნორმალურ შეხედულებებს. რა ნორმალურს რა ყველა ბევრისთვის მისაღებს, ასე ვთქვათ. ეს არის და ეს რა, ანუ ამაზე ცალკე ამას ცოტა გამიგრძელდა ეხლა მაგრამ მე ეგრე პესიმისტურად არ ვუყურებ იმას რომ Netflix-ი, სხვადასხვა Netflix აქამდე ამდენი წელი არსებობს და ამდენი ფული აქვს და არასდროს არ უყიდია სხვა კომპანია. ეგიც საინტერესოა. და Paramount-ს რო ეყიდა, რავი. მაინც Netflix-ი მომავალია, მაინც აი ისა რა, უფრო თანამედროვე ის კომპანია და უფრო ჯობია რომ ასეთ თანამედროვე კომპანიას რომელსაც რეალურად აქვს გემოვნება რა. ბევრი სხვა ეგეთი მედია პლატფორმა არ იმაშვება რა, ეხმარება ისე ძალიან რაღაც ცოტა საავტორო პროექტებს, როგორც მაგალითად, ახლა ალფონსო კუარონის რომა მაგალითად, რატო უნდა დაეფინანსებია Netflix, ხო, მაგრამ დააფინანსებია, იმიტომ რომ ხდებია რომ ოსკარზე რო შეძვრენ, უფრო ასწორებს არა. დიდად არ ეხმარება საავტორო კინოს ისე ძალიან როგორც ეხლა წარმოვაჩინა უბრალოდ ოსკარებზე გაჩითვა უნდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში რავი, ეგრეთ სულად ეგრე კატასტროფულად არ ვუყურებ იმას რომ Netflix-მა იყიდა Warner Brothers-ი, ეგრე ხდება რა, ვერ იქნება ბევრი დიდი სტუდია, ეგრე ვერ ქაჩავს და ერთი მეორეს მერე კლაპავს და ეგრეა მოწყობილი თანამედროვე კაპიტალიზმი, სამწუხაროდ მეგობრებო. ამიტომ მივაწვეთ მემარცხენე შეხედულებებს და შევცვალოთ ეს ყველაფერი, ჩვენ ეს გამოგვივა. No პაზარან. რატო თქვი ახლა ეს ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ რაც არის. ამ ეს თემა, რავი, მეტი რაღა უნდა ვთქვა, არ ვიცი ამ თემაზე Netflix-ზე და Warner Brothers-ზე და Netflix-ზე ჯერ არ უყიდია ბოლომდე ეს 83 მილიარდი, ჯერ არ გადარიცხულა იქაური ხალხის Warner Brothers-ის ანგარიშზე, უბრალოდ დადეს ეს ფული და თქვენს რომ აჰა, ჩვენ ამდენს ვდებთ, რა სიტყვით თქვენ. და დიდი ალბათობით იტყვიან კის და Netflix იქნება HBO, Netflix-ის იქნება Warner Brothers-ი, Netflix-ი იქნება Discovery, რომელიც ასევე Warner Brothers-ისაა სხვა შორის. და იქნება, ნახოთ რა იქნება. მე ძალიან მაინტერესებს. მე არ როგორც უკვე ვთქვი, არ ვარ ეგრე პესიმისტურად განწყობილი და უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ჩაერევა თუ არა Netflix-ი მაგათ production-ში
და გააკეთებს თუ არა Netflix-ურ ხოდებს და ვინმე სინერში პირიქით თუ იზამენ, აბა სინერში ხო ძირითადად შავკანიანებია, იმიტომ რომ შავკანიანების ისტორიაზეა და ჯაზის, ბლუზის ისტორიაზეა და ამ შემდეგ. აი პირიქით თუ იზამენ, თეთრება თუ გადააკეთებენ, მაგას საინტერესო იქნება. ანუ ახლა გამახსენდა, DC-ც არის Warner Brothers-ის, რაც საინტერესოა რეალურად, ანუ გამოდის რომ იქ სუპერმენი გახდება, ანუ სუპერმენს ეყოლება ვიღაც შავკანიანი მეგობარი, მთავარი გმირი, რაღაც ეგეთი ან ბეტმენის პენივაიზი რაღა იყო და პენიუორთი გახდება შავკანიანი ან რაღაც ეგეთი უეჭველი იქნება რა. რაღაცა პატარა დეტალები ეგეთი გამაღიზიანებელი ყველა პონჩი იქნება რა. მაგრამ ნუ ნახოთ. როგორ დაალაგდება. და Netflix-ი როგორც ხედავთ თავის სახეს იცვლის, იმიტომ რომ ნუ ცოტა დისნეობას სუბიზნებს როგორც ჩანს, იმიტომ რომ რაღაც აქამდე არავინ არ უყიდიათ და აქამდე ამობდნენ რომ არც არავინ არ გჭირდებაო. და ეხა შეცვალეს პონტი, იმიტომ რომ დაინახეს დასუსტებული Warner Brothers-ი, რომელიც შეჭმის შანსიც აქვს და მადა ჭამაში მოდის, როგორც მოგეხსენებათ და ვნახოთ აბა როგორი მადა მოუვა Netflix და რას იზამენ საომავლოდ. ჯერჯერობით ეს წინასწარ რაღაცების განსაზღვრა ძალიან რთულია, როგორც უკვე ვთქვი. და მეტი რა უნდა დავამატო პრინციპში. მეტი ვერც ვერაფერს ვერ დავამატებ, ფინანსურ თემებში მე არ შევალა, არაფერს აზზე არ ვარ, ანუ რაღაცები წავიკითხე, მაგრამ რავი ჩემი, ახლა მე ვილაპარაკო რიცხვებზე, იგივეა რომ რა ვიცი მე ვერ მოვიყვანე მაგალითი იმდენად შეუძლია რთული შესაძლებელია ეს ასიმეტრიულობა ჩემი და მათემატიკის მართლა. ჰუმანიტარი ვარ ბოლოს და ბოლოს თხემიდან ტერფებამდე ვარ ჰუმანიტარი. მე მაქსიმუმ გელაპარაკოთ გოეთეზე და რა ვიცი მე სემ რეიმიზე და ედგარ რაიტზე. ხო მაგარი ტრიოა გოეთე, სემ რეიმი და ედგარ რაიტი. აი მაქსიმუმ მაგაზე გელაპარაკოთ და ეგეთი პარალელები გავაკეთო, ვიდრე რაღაც ფინანსურ თემებზე, კაპიტალიზაციაზე, აბაროტზე და ეგეთ რაღაცეებზე. დღევანდელი კინოამბები მოდი დავასრულოთ, იმიტომ რომ ნელ-ნელა აბსურდში გადავდივარ, იმიტომ რომ საკუთარ თავს რო ელაპარაკებ და აბსოლუტურად მარტო ხარ სივრცეში, ძალიან მარტივია რომ რაღაც შიზოფრენია აიკიდო და რაღაც იდიოტობები ილაპარაკო, ამიტომ დროზე დავამთავრებ. შემდეგი კინოამბები დაიდება შემდეგ კვირას. შემდეგი კვირის ამბებს მოგახსენებ შესაძლოა შემდეგ კვირას და თქვენ არ დაგავიწყდეთ რომ დატოვოთ კომენტარები, მითხრათ მოგეწონათ, არ მოგეწონათ, რის შეცვლა გინდათ, რის შეცვლა არ გინდათ. ასევე დაალაიქოთ ვიდეო თუ მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, მაინც დაალაიქოთ, იმიტომ რომ თქვენი რამით ის და მე ძალიან მიხარია. ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ნუ ადამიანს გაახარებთ რა, ანუ ადამიანის გახარებაზე კარგი რა უნდა იყოს, ხო? არც არაფერი. ამიტომ მიდით, შებერეთ, აბა თქვენიცით, გამოიწერეთ, დაალაიქეთ და კომენტარეთ, ხშირად გიმეორებთ ამას, რომ არ დაგავიწყდეთ და თუ თქვენთან დღეა, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, თუ თქვენთან საღამოა, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ და თუ ეხლა ცალიყური გიდევს ბალიშზე და ტელეფონიასზე და მე მისმენ, გადადეთ ტელეფონი და კბილ ძილს გისურვებთ. აბა თქვენიცით მეგობრებო, შეხვედრამდე და peace out.